ჩემი ანდერძი დასასრული. ჩვენო შვილებო, დაივიწყეთ ეგ რუსული ისე მკვიდრად, რომ ერთი სიტყვაც არ გაგახსენდეთ. მე უდანაშაულო ვარ. ქართველი ხალხისა და სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მემიწყოს, მაგრამ თუ თქვენთვის ვარაკია საჭირო, მე მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო. თქვენ ვერ მოვსწოთ, მაგრამ იმას ვერასოდეს ვერ მოსწოთ, რაც მე დავტოვე საქართველოში. საქართველოს მიწა-წყალზე მე ისეთი მუხა დავდგე, რომლის ფესვებს თქვენ ვერასოდეს აღმოფხვრით. მე გამონადგურებთ, იმას კი ვერ მოსპობთ. მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წელს 8 ნოემბერს სოფელ წერაქვში. ის ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-24 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მიხეილ ჯავახიშვილი დინასტიის დაუძინებელი მტერი იყო. ის დაუპირისპირდა საქართველოს СССР მწერალთა კავშირის პრეზიდენტს და განათლების სახალხო კომიტეტს. ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო 1930 წელს საქართველოში იძულებით დამყარებულმა საბჭოთა რეჟიმმა მწერალი მალევე ამოიღო მიზანში. საქართველოს ჭეშმარიტ თავისუფლებაზე ოცნება და ამისთვის მუხჩა უხრელი შრომა მიხეილ ჯავახიშვილს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 1938 წელს ის სტალინის რეპრესიას ეძღვება და დახვრიტეს.